ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში 2012-დან 26 მარტია ახლა ამ 14 არასრულ 14 წელიწადში ქართულ ოცნებას ყავდა 6 პრემიერი, თუმცა ერთი პირი ორჯერ იყო, 6 პერსონა, თუმცა ერთი პირი ორჯერ იყო, ანუ 7 პრემიერ-მინისტრი. პირველი იყო ბიძინა ივანიშვილი, ის ავტომატურად გადავიყვანოთ ნახევარფინალში, იმიტომ რომ ქართული ოცნების მომხრეთა 100% დარწმუნებული ვარ, მიიჩნევს, რომ ის იყო საუკეთესო პრემიერი ქართული ოცნების პირობებში და ვინც ის და დამოუკიდებელ საქართველოშიც კი. აქედან გამომდინარე, თქვენის ნებართვით პირდაპირ გადავიყვანოთ ეგრეთ წოდებულ ნახევარფინალში, იმიტომ რომ მე უნდა გავაჯიბრო ახლა პრემიერები ქართული ოცნებისა და შესაბამისად გვჭირდება ეს წყვილები. ახლა 7-ს შესაბამისად 2-ზე ვერ გავყოფ, ანუ მეოთხედ ფინალი არ გამოდის, ესე კლასიკური გაგებით. აქედან გამომდინარე პირდაპირ ჰანდიკაპი თუ ადგილი დავუბევოთ ბიძინა ივანიშვილს ეგრეთ წოდებულ ნახევარფინალში. მეორე პრემიერი იყო ირაკლი ღარიბაშვილი. გავაჯიბროთ 2014-დან თუ არ ვცდები, რომ იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბოლოს რო იყო იმ ირაკლი ღარიბაშვილს და ვაღიაროთ, ყველა მეც ვაღიარებ, რომ მაშინდელი ირაკლი ღარიბაშვილი, აი ბოლო პერიოდის ირაკლი ღარიბაშვილს ბევრად სჯობდა. აქედან გამომდინარე, ისიც გადავიყვანოთ ნახევარფინალში. მესამე პრემიერი იყო მამუკა ბახტაძე, ალბათ ყველაზე სუსტი. მამუკა ბახტაძე გავაჯიბროთ მაგალითად ირაკლი კობახიძეს და ვაღიაროთ, რომ ირაკლი კობახიძე თქვენი აზრით ყოველ შემთხვევაში და მეც გეთანხმებით, არ გეკამათებით, ირაკლი კობახიძე როგორც პრემიერი მამუკა ბახტაძეს გაგიკვირდებათ და მეც ასე ვფიქრობ, რომ სჯობს, ანუ უკვე 3 ნახევარფინალისტი გვყავს, ბიძინა ღარიბაშვილი პირველი ფორმაციის და ირაკლი კობახიძე დაგვრჩა 2. ერთი წყვილი, ანუ 2 ყოფილი პრემიერი. მე მიმაჩნია, რომ კვირიკაშვილი სჯობდა გიორგი გახარიას და თქვენც ალბათ ასე მიიჩნევთ. ყოველ შემთხვევაში გახარიაზე ამბობთ, რომ გახარია მოღალატეა, ბიზნესი და გუნდისო. და აქედან გამომდინარე ვარაუდობ, რომ თქვენც სწორედ მას, ანუ კვირიკაშვილს მას არ გადაიყვანთ და ანუ კვირიკაშვილს გადაიყვანთ ეგრეთ წოდებულ ნახევარფინალში. 4 ნახევარფინალისტი გვყავს. ბიზინა ღარიბაშვილი, კობახიძე და კვირიკაშვილი. დავაწყვილოთ. ბიზინა სჯობდა თუ არა თქვენი აზრით? კვირიკაშვილს სჯობდა, რასაკვირველია. კობახიძე სჯობდა თუ არა ღარიბაშვილს პირველი ფორმაციისა, სჯობს თქვენი აზრით. აქედან გამომდინარე ფინალი გამოვიდა ამგვარი: ბიზინა versus ირაკლი კობახიძე და მითხარით გულახდილად. როგორ გონიათ, რომელი პრემიერ-მინისტრი იყო უკეთესი ჩვენი ქვეყნისათვის? ჩვენი საერთო, ჩემი, თქვენი, ჩვენი ქვეყნისათვის. ბიზინა თუ ირაკლი კობახიძე? დარწმუნებული ვარ, თქვენ გასცემთ სწორ პასუხს ამ კითხვას. მეც ასე ვფიქრობ, ჩემო, არა ძვირფასო, ჩემთვის არა ძვირფასი ბანდიტური დაჯგუფება, ქართული ოცნების მომხრეებო, ბოდიშს ვიხდი, ეს ბანდიტური დაჯგუფება არ უნდა წარმოვერთქვა, მაგრამ ნახეთ, ნიჩურტა თუ ნიჩურიტი მაქვს, ხო? და თუ გნებავთ ასე ვიტყვი, კანონიერი ხელისუფლების ქართული ოცნების წარმომადგენლებო, თუმცა ნიჩურტა თუ ნიჩურიტი მაქვს, ანუ რეალურად კანონიერ ხელისუფლებად მას ამ ბანდას მე ამ პარტიას უკაცრავად არ მივიჩნევ. რატომ გავამახვილე ამაზე ყურადღება? დღეს მიიღეს კანონი, ჯერ ძალაში არ არის შესული პრეზიდენტად წოდებულმა ყაველაშვილმა უნდა მოვაწეროს ხელი, მაგრამ დღე-დღეზე მოაწერს, რომლის მიხედვითაც სისხლის სამართლის წესით დაიჯება პირი, ვინც დაამკვიდრებს აღქმას, რომ ეს არის არაკანონიერი ხელისუფლება. მე არ ვამკვიდრებ აღქმას, მე გამოვთქვამ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებას ამ ხელისუფლებად წოდებული ბანდის მიმართ, მაგრამ რაღაცა სისხლის სამართლის წესით შეიძლება დავისაჯო, ამიტომ კანონიერი ხელისუფლებაა და ნახეთ ნიჩურტა თუ ნიჩურიტი. არ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი, უბრალოდ ესე ჩანართის სახით შემოგთავაზეთ ეს მოსაზრება ამ ბანდიტური ხელისუფლების ამ ბოლო გადაწყვეტილებაზე. მაშასე ირაკლი ღარიბაშვილი დამარცხდა, გიორგი კვირიკაშვილი დამარცხდა, ფინალში არიან ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი მე გეთანხმებით, რომ იყო საუკეთესო პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების პირობებში. თქვენ მიიჩნევთ, რომ საერთოდ 91 წლიდან 90 წლიდან იყო საუკეთესო, ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ, არ ვიდაოთ, მაგრამ ეხლა ეს არ არის მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილი მოკლედ თქვენი აზრით საუკეთესოა ქართული ოცნების პირობებში. მას კითხვა მაქვს ასეთი: თუ ის საუკეთესო პრემიერ-მინისტრია, საუკეთესოდ მართავს, საუკეთესო მენეჯერია, საუკეთესო საკადრო პოლიტიკა აქვს, საუკეთესო საშინაო
პოლიტიკა აქვს და საგარეო ხედვები აქვს და ასე შემდეგ, რატომ არ უნდა დაბრუნდეს ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რატომ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რატომ არ უნდა წაუძღვეს ამ ქვეყანას, რომელიც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია გარშემო მიმდინარე პროცესების გამო და შიდა იმ პროცესების გამოც, რომლებიც ვითარდება და რომლებშიც ეგრა მაგის პასუხია, მე მგონია, რომ ირაკლი კობახიძის ბრალეულობა არც თუ მცირეა, მაგრამ ამას ხომ არ გაკადრებთ. აქედან გამომდინარე, ნაცებმა, კოლექტიურმა ნაცებმა, დასავლეთმა, deep state-მა, ყველამ ერთად თუ თითოეულმა ცალ-ცალკე არია ვითარება, ირაკლი კობახიძე თქვენს ნამეთანხმეთ თლაც საუკეთესოდ ვერ უმკლავდება იმ პრობლემებს, რომლებიც ქვეყანაშია შექმნილი, სხვადასხვა ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ჩემი აზრით, თავად არის დამნაშავე ამ ყველაფერში ფორმალისტურად, ამიტომ სწორედ ბიზინა ივანიშვილმა უნდა აიღოს კიდევ ერთხელ, როგორც 2012 წელს და ამის საჭიროებას ხედავთ თქვენს, როგორც 2012 წელს გასცირა, კი არა, გარისკა, ხო, იყო მისი დაპატიმრების თუ მისი ქონების ჩამორთმევის საფრთხე, მისი ლიკვიდაციის საფრთხე, როგორც ხშირად უთქვამთ ქართული ოცნების მესვეურებს, ამიტომ დიტოია სამხარაძესაც და ირაკლი ზარქუასაც გაეხარდებათ, რომ თვით ბიზინა უნდა ჩაუდგეს აღმასრულებელ ხელისუფლებას სათავეში და მოხდეს მისი ფორმალიზება. სხვადასხვა იგივეს ამბობს გია ხუხაშვილიც, ბიზინას საუკეთესო, ისე როგორც ბადრი პატარკაცშვილის საუკეთესო მცოდნე იყო ექსპერტი გია ხუხაშვილი, ასევე ბიზინას საუკეთესო მცოდნე დაეჯერება ამ კაცს, იმიტომ რომ მას ხშირი ურთიერთობა ჰქონდა ოლიგარქ ივანიშვილთან. ჩემთვის ცხადიაო, ამბობს გია ხუხაშვილი, ბიზინას უკვე გაცნობიერებული აქვს, მე ვეთანხმები სხვადასხვა ამაში, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება ირანის ამბებმა და სწორედ ირანის ამბებმა, აგრეთვე ჩაფლავებამ რუსეთისა უკრაინაში და რუსეთი ჩაფლავებულია უკრაინაში, ჭაობშია ჩარჩენილი, წინ ვერ მიიწევს ლოკოკინის ნაბიჯები და ჭიანჭველის ნაბიჯებითაც კი ვერ მიიწევს წინ. ბოდიში გაუთიშავ ჩვენს ერთ მეგობარს და მე გადაურეკავ და ბიზინა ივანიშვილი წესითა და რიგით ხვდება, რომ რუსეთს დარხეული აქვს. და შესაბამისად რუსეთი მასაც კი გავბედავ და ვიტყვი ასე მიატოვებს და ბიზინა ივანიშვილსაც კი რუსეთი გასწირავს თუ ეს უკანასკნელი ბიზინა ივანიშვილი მიმართავს დახმარებისათვის, იმიტომ რომ მათ შორის, იმიტომ რომ რუსეთს არ ყოფნის ძალა, რომ ყველგან იყოს. უკრაინისთვისაც კი ვერ მოუვლია, საკუთარი პრობლემები აქვს უამრავი და ვერ იქნება ბიზინა ივანიშვილისათვის მაშველი რგოლი, მით უფრო რომ იცის შესანიშნავად გრძნობს ბიზინა ივანიშვილი, რომ დასავლეთი რუსეთის გარშემო წრეს რეალურად კრავს. უკრაინაშიც და არა მხოლოდ უკრაინაში, ირანი ყველაზე კარგი მაგალითია რუსეთთან სიახლოვეში. რუსეთი კარგავს გავლენებს ახლო აღმოსავლეთში და უკვე დაკარგა მეთქი ალი ხამენეის ლიკვიდაცია, ამის თვალსაჩინოება რაც არ უნდა მოხდეს ირანში, რუსეთი გაცილებით სუსტი იქნება თუ იქნება საერთოდ ახლო აღმოსავლეთში და კონკრეტულად ამ ქვეყანაში წარმოდგენილი. თუ ბიზინა სრულიად არ გაგიჟდა, თუ ბიზინა სრული პარანოიკი არ არის და ჩვენ კი ხშირად ვუწოდებთ მას პარანოიკს, ბიზინამ ეს ყველაფერი უნდა იგრძნოს და ჩრდილიდან თუ კულისებიდან კი არ უნდა მართოს ეს ხელისუფლება, კი არა ეს ქვეყანა, არამედ გამოვიდეს ასპარეზზე და აიღოს პასუხისმგებლობა წესით. ეს მისთვისვე იქნება კარგი, იმიტომ რომ ირაკლი კობახიძე ვერაფრის მომგვარებელია ვერ არის და ბიზინა ივანიშვილი როგორც ძველი ახალი სისხლი, მოდი ასე ვიტყვი, ბიზინა ივანიშვილი როგორც მთავარმმართველი ამ ქვეყნისა, თუ ფორმალიზებას მოახდენს საკუთარი თავისა, მას იმდენად დიდი ავტორიტეტი აქვს ყოველთვის მომხრეებში, რომ მან რაც არ უნდა უთხრას მომხრეებს, რაც არ უნდა შესთავაზოს ქართულ საზოგადოებას, მას დაუჯერებს ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მას ემხრობა და არა ირაკლი კობახიძის. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ რო თქვას, რომ მე ეხლა თანახმა ვარ თუ ყაველაშვილთან ერთად თქვას, რომ გამოვიდნენ საპატიმროდან სინდისის პატიმრები, შეჭამენ პირდაპირი არაცხადია ირიბი მნიშვნელობით მისივე მომხრეები რა უფლებით ან თავისუფლებ მზიას, ანდროს, მათეს ხვებს და ხვებს ეტყვიან მისივე მომხრეები. მაშინ რაღაც იჭირდიო. აი ბიზინამ რო თქვას ეს ყველაფერი ბიზინას როგორც ჭარბინდობის
პატრონს თუ ჭარბის დონის მქონე პირს ეს ყველაფერი ეპატიება არა და ბიზნეს შესანიშნავად უნდა ხვდებოდეს რომ თუ რუსეთისაგან ის განწირულია თუ რუსეთში მას აღარ დაედგომება თუ ის ისმავრია რომელმაც ვერ შეასრულა რუსეთის დავალებები და რუსეთი ასე აღიქვამს ბიზნეს ივალიშვილს ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე აქედან გამომდინარე რუსეთს გამზადებული აქვს პოლონიუმი მისთვის და თუ პოლონიუმი გამზადებული აქვს ბიზნეს ახლა უნდა ეპოტინებოდეს ებღაუჭებოდეს ცალკეული სივრცეებს რომლებთანაც თავად გააფუჭა ურთიერთობა ანუ დასავლეთს შეერთებულ შტატებს ევროკავშირს და ასე შემდეგ და რაღაცა უნდა ეპოტინებოდეს რაციონალიზმი ყოველ შემთხვევაში ლოგიკური აზროვნება ყოველ შემთხვევაში ამას გკარნახობს რაღაცა უნდა ეპოტინებოდეს ის ჭრდილიდან კულისებიდან ვერ ჩამოეპოტინება ირაკლი ღარიბაშვილს კი არა ირაკლი კობახიძეს არავინ არ დაელაპარაკება ევროკავშირიდან აი ბიზნეს ივანიშვილი თუ დაბრუნდება თეორიული მინიმალური შანსი იმისა რომ სწორედ ბიზნეს ივანიშვილს დაელაპარაკონ ოღონდ მანამდე ბიზნეს ივანიშვილმა უნდა გადადგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჯერ კიდევ არსებობს ანუ ბიზნეს ივანიშვილი თუ ეტყვის ქართული საზოგადოების მის მომხრე ნაწილს რომ მე ვანთავისუფლებ მზიას ანდროს და ამ სინდისის პატიეს მათ შორის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს პატა ბურჭულაძეს და სხვებს ბიზნეს ივანიშვილი თუ იტყვის რომ მე ვაუქმებ ამ კანონებს რომლებიც მიიღო ირაკლი კობახიძის დროინდელმა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ ბიზნეს ივანიშვილი თუ იტყვის რომ მე არ ვაუქმებ პოლიტიკურ პარტიებს და ირაკლი კობახიძეს შეეტენება ეს კიდევ ერთი უაზრო ინიციატივა თუ ბიზნეს ივანიშვილი იტყვის რომ ის ახალი ინიციატივები რომლებიც აქვს ქართულ ოცნებას პაპუაშვილის თავკაცობით და პაპუაშვილი კობახიძის თავკაცობით ესენი ყველაფერი მინიმუმ გაჩერებული და სტოპებული და რეალურად კი გაუქმებული იქნება მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას ლელოს და კიდევ ერთ პარტიას თუ არ ვწდები ახალს არ ვაუქმებთ და მიეცემათ მათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა როცა იქნება ეს არჩევნები მაშინ ბიზნეს ივანიშვილს ბრმადენდობა მისი ამორჩეველი რომელიც კვლავ ვიმეორებ მიიჩნევდა და მიიჩნევს რომ ქართული ოცნების პირობებში საუკეთესო პრემიერი ყველაზე სერიოზული პრემიერი, ყველაზე კარგი პრემიერი, ყველაზე მეტ ნდობას რომ იმსახურებდა და ყველაზე კარგი ნაბიჯები რო გადადგა სწორედაც რომ ბიზნეს ივანიშვილი იყო. ამიტომ გია ხუხაშვილის წერს რომ ახლა უნდა მოხდეს რაც უნდა გააკეთოსო ეს არის საკუთარი როლის ინსტიტუციონალიზაცია, ანუ პრემიერის რანგში დაბრუნება. მე გულახდილად გეტყვით ამ ცოტა ხნის წინ მქონდა ინფორმაცია და ამგვარ ანალიზსაც ვაკეთებდი რომ ბიზნეს კობახიძეს გაუშვებდა, მაგრამ ირაკლი კობახიძეს რო გაუშვებდა, ირაკლი რუხაძეს კიდევ ერთი ირაკლის დაეყრდნობოდა. მე როგორც ჩანს უნდა შევცვალო საკუთარი პოზიცია მეთქი ასე ვიტყვი სხვაგვარი ანალიზის გაკეთებაც შეიძლება ირაკლი რუხაძეს მართლაც შეიძლება აღარ ენდოს ირაკლი კობახიძესაც აღარ ენდოს და თუ ვინმეს შეიძლება ენდოს მხოლოდ საკუთარი თავია ოღონდ იმის გათვალისწინებით და იმ დაშვებით იმ პირობით რომ ის ხელებს შეაწმინდავს ირაკლი კობახიძეს არ დაიჭერს მაინც და მაინც, მაგრამ გაამწესებს სადღაც საკონსტიტუციო სასამართლოში ან საელჩოში ან რომელიმე მისიაში და ასე შემდეგ, ჩამოაცილებს მოკლედ მმართველობას. ამაზე ილაპარაკებს გულწრფელად, თვალთმაქცურად რეალურად, მაგრამ ქართული ოცნების ამორჩევისათვის ეს იქნება გულწრფელი ლაპარაკი ბიზნეს ივანიშვილისა და აცაბუთებს, რამდენად აუცილებელია პოლიტიკური და სინდისის პატიმრების განთავისუფლება. მაგალითად პრეზიდენტ წოდებული ყაველაშვილის შეწყალების აქტით და ქართული ოცნების ამორჩეველი ვისგან და მისგან კი მიიღებენ ამ დასაბუთებას სხვა ნებისმიერი პირი რუხაძე იქნება ეს თავად კობახიძე იქნება რომელიმე სხვა პირი იქნება იმიტომ რომ ესეთი ვერსიები ისმოდა ხო მაგრამ მარიამ კრივიშვილი პირობითად ლაპარაკობ ხო ან რაღაც ის რაგვარია თეიმურას აღარ მახსოვს რაგვარია იაპონიაში ელჩი ჩხარტიშვილის კიდევ ერთი სიძე და სხვები ვინც არ უნდა გააკეთოს განცხადება იმის თაობაზე რომ ჩვენ ვანთავისუფლებთ ზიას ანდროს და სხვებს ვიაც და სხვებს და ასე შემდეგ ჩაქოლავენ ხმამაღალი ნათქვამია მაგრამ დასაკვირველია ქართული ოცნების ბნელი ამორჩეველი გიბოდიშებთ რომ ესე გიწოდეთ ვინც მისმენ და თქვენ თავი ამოიცანით ამ სიტყვის მიღამ შეფასების მიღმა ქართული ოცნების ამორჩევლები ჩაქოლავენ ანუ დედას უტირებენ ამგვარ ლიდერს ფორმალისტურ ლიდერს. ამიტომ მარტო ბიზნეს ეპატიება მეთქი ამის თქმა მინდა გადატვირთვა თუ უნდა დასავლეთთან ისიც იოტისოდენა შანსი აქვს იმიტომ რომ ეს იქნება ერთი რგოლი, მეორე რგოლი, მესამე რგოლი, მაგრამ მთავარი რგოლი ეს მაინც არ იქნება. მთავარი რგოლი არის ადგილობრივი
კი რა უკაცრავად რიგარეში საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა მიმდინარე წლის ოქტომბერში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა და გამოსხივება არა გამარჯვებისა, ანუ არა მოკოქვა აპარატისა, ადმინისტრაციული რესურსისა, ტიტუშკებისა, რაღაცა დედესი, შმედედესი და ასე შემდეგ, არამედ გამოსხივება, რომ ის მარცხდება. ამგვარი მესიჯებს თუ გაუშვებს ბიზინა ივანიშვილი საუკეთესო პრემიერად წოდებული თქვენი აზრით, მისივე მომხრეებში, ვინც ის და ამით დაცხრეს, ჩაცხრეს იქნება და ვითარება და ამით ეპატიოს, ამის გამო ეპატიოს მას, ეპატიოს ალბათ მაინც ბჭყალებში უნდა ჩავსვა ეს სიტყვა, ის დანაშაულები, რომლებიც ჩაიდინა. ბოდიშ ვიხდი, ბარები ვიტყვი, ნახეთ რა გავაკეთო, უყურეთ, მიაქციეთ ყურადღება. ქართულმა ოცნებამ ჯერ არ არის ძალაში შესული ეს კანონი, მაგრამ მიიღო კანონი, რომ ვინცო მე უკანონოს მიწოდებსო, ან ვინც ბანდას მიწოდებსო და ვინც დაამკვიდრებს საზოგადოებრივ აღქმას, რომ მე უკანონო ვარო, მას 6 წლიანი პატიმრობა შესწორებები ერთ კანონში, ჩამატებები ერთ კანონში, მას 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებაო და დავიჭირთო. ეხლა რამდენს დაიჭერენ, ცხადია, ყველას ვერ დაიჭერენ, მაგრამ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პერსონებს სამაგალითოდ დასჯიან, რომ სხვები იქნება და გაჩუმდნენ. ეხლა მე ესეთ რამეს გავაკეთებ ბავშვობაში ან ჩემი თაობის, ჩემზე უფროსებს ან ჩემზე ოდნავ უმცროსებს შესაძლოა ახსოვთ. ნახეთ ეს რა ის არის თითების გადაჯვარედინება, ხო ნიჩურტას თუ ნიჩურიტს ვეძახდით ჩემს ხმა ბავშვობაში. ეხლა მე ამას ესე გავაკეთებ და ვიტყვი, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არის კანონიერი. ხო ყველა ხვდებით, რომ მე ქართული ოცნების გინდა ნიჩურტა გააკეთე და გინდა მეორე ხელზე გააკეთე მეორე ხელის ორი თითით და გინდა ფეხების თითებით გააკეთე ეს ნიჩურტა. ხო ყველა ხვდებით, რომ მე ნიჩურტას გავაკეთებ თუ არ გავაკეთებ, ვუწოდებ თუ არ ვუწოდებ, დავყვები ამ უკანონო კანონს თუ არ დავყვები. ხო მე მიმაჩნია და მომავალშიც მივიჩნევ, რომ ქართული ოცნება არის უკანონო ხელისუფლება, ბანდა, რომელმაც დაანგრია ეს ქვეყანა. ეს ჩემი სუბიექტური აზრი, არავის თავს არ ვახვევ, არანაირ აღქმის დამკვიდრებას არ ვუწყობ ხელს და ეგ რა მაგის პასუხია. აღქმის დამკვიდრება საერთოდ რას ნიშნავს? ეს არის ჩემი მოსაზრებით ყოველ შემთხვევაში სოციოლოგია შეიძლება ამ მიმართულებით ვისაც მეტი უფიქრია ჩამისწორონ. ეს არის მაინც რაღაც რაოდენობრივი კვლევის საგანი. მე მიყურებს ახლა პირობითად ამ ვიდეოს ნახავს 1000 ადამიანი, 1000 მოქალაქე და 501 ანუ ნახევარზე ოდნავ მეტი თუ მიიჩნევს, რომ მე მართალი ვარ, როდესაც ვუწოდებ ქართულ ოცნებას ბანდას, ამ შემთხვევაში კიდე შეიძლება რომ მივიჩნიოთ, რომ მე აღქმის დამკვიდრებას შევუწყვე ხელი, მაგრამ ვინ უნდა გაზომოს ეს, როგორ უნდა გამზომოს, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები, რომ მე მაინც და მაინც დავამკვიდრე ერთხელ თქმით თუ 57-ჯერ თქმით, აღქმა იმის თაობაზე, რომ ქართული ოცნება არის უკანონო ხელისუფლება, ქართული ოცნება არის ბანდა ხელისუფლება, ვინ კომისია უნდა შექმნან, პროკურატურამ უნდა თქვას, საერთოდ რა გაგებაა ეს აღქმის სუბიექტური აღქმის დამკვიდრება, ან დამკვიდრების მცდელობა ადამიანებს, რომლებსაც ორი ყური აქვთ, ერთი ცხვირი აქვთ, ორი თვალი აქვთ, ერთი შუბლი აქვთ, ხო? და ასე შემდეგ დამოუკიდებლად აზროვნება შეუძლიათ და ტაბლიაშვილმა თუ სხვამ რაც არ უნდა თქვას, ხო, ეს არ ნიშნავს ჭეშმარიტებას ერთი და თავს მოხვევას აზრისა, თუ მაინც და მაინც აღქმაზეა საუბარი, მიხედეთ საკუთარ თავს და საკუთარ პროპაგანდას, თუ მაინც და მაინც აღქმაზე და უფრო კი ტვინთა რეცხვის მრავალწლიან კამპანიაზეა საუბარი, მიხედეთ საკუთარ პროპაგანდას, რომელიც ძღენიადაგ ასაბუთებს ჭყალებში, ცხადია გეუბნება უფრო ზუსტი რომ ვიყო, რომ საქართველოს რუსეთთან უნდა იყოს ახლოს და ასე მართლაც გამოურეცხა საზოგადოების მნიშვნელოვან, ჩემი მოსაზრებით მაინც მნიშვნელოვან ნაწილს თქვენივე პროპაგანდამ. ახლა კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ იმ პირველ თქმულ სიტყვას, პირველ ნათქვამ სიტყვას იმის თაობაზე, რომ ბიზინა ივანიშვილი, ხო, ბოდიში ამასთან დაკავშირებითაც ვიტყვი, კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ აღქმის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, რა ეზოპეს ენით უნდა დავიწყოთ ლაპარაკი, გვეხერხება ადამიანებს ყოველ შემთხვევაში, როდესაც 80-იანი წლები, 90-იანი წლები, 80-იანი უფრო გამოვლილი აქვს, 70-იანები და 80-იანები ჩვენ შეგვიძლია ესე ალეგორიებით, ან მოდი სხვაგვარად ვიტყვი, ეზოპეს ენით ლაპარაკი ჩვენ შეგვიძლია იგავარაკებით. ლაპარაკი ჩვენ შეგვიძლია რეალურად მდიდარი ქართული ენის გამოყენებით ისე საუბარი, რომ თქვენც კი
ბანდიტებს რეალურად ვერც ვერაფერი გექნებათ მოსადავებელი ჩვენთან და დაუბრუნდები ბიზინა ივანიშვილის მეორედ მოსulis ამბავს ბიზინა ივანიშვილი წესითა და რიგით ხდება რა რომ უმძიმეს მდგომარეობაში არის წესით ქვეყანაც თუ მართლა არ გაგიჟდა და პარანოიკი არ არის ხო უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყანაც უმძიმეს მდგომარეობაშია მისი მთავრობაც მისი პაჟები ბანდიტები კობახიძე და რომლებაც ვერ მოაგვარეს ამ ქვეყნის პრობლემები უკანონოები არიან და არავინ არ ცნობს არავინ არ აღიარებს და ასე შემდეგ თუ საბოლოოდ არ გაგიჟდა წესითა და რიგით ხდება რა რომ რუსეთი მარცხდება უნდა ხდებოდეს თუ კვლავ ვიმეორებ არ გაპარანოიკდა სამუდამოდ და საბოლოოდ თუ არ გაჯიუტდა გავეშდა გაჯიქდა რა ვიცი მართლა დიდარია ქართული ენა ბიზინა ივანიშვილმა უნდა დაიქნიოს ირაკლი კობახიძე დააკომპლექტოს ახალი აღმასრულებელი ცხადია ისიც უკანონო მაგრამ ახალი აღმასრულებელი ხელისუფლება ქართული საზოგადოების იმ ნაწილს რომელიც მისი მომხრეა კლავაც და სამწუხაროდ უნდა აუხსნას და მხოლოდ მის ახსნას მიიღებს ეს ნაწილი რატომ ან თავისუფლებინებს ყველა შვილ ბანდიტს ცინდისის პატიმრებს და პოლიტპატიმრებს ეს უნდა აუხსნას საზოგადოებას რატომ აუქმებინებს პაპუაშვილ ბანდიტს იმ მიღებულ კანონებს რომლებმაც ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა რატომ ქმნის შედარებით დემოკრატიულ შედარებით ლიბერალურ შედარებით ნორმალურ გარემოს და რატომ ნიშნავს არჩევნებს 2026 წლის ოქტომბრის თვეში და უნდა გამოასხივოს მანამდე თუ ამ პერიოდში რომ ქართული ოცნება განთავისუფლებული ირაკლი კობახიძის ნაირებისაგან ყველა უნდა დაიქნიოს ასე ვიტყვი და ქართული ოცნება აღარ ჩამოეპოტინება ძალაუფლებას აღარ გამოიომებს ძალაუფლებას აღარ გააყალბებს არჩევნებს და დათმობს ძალაუფლება ხელისუფლებას თუ ბიზინა ივანიშვილი ამას გააკეთებს როგორ დავპირდე ახლა მე რა უფლება მაქვს მაგრამ იმ 605 მილიონს და შესაძლოა 817 ან მილიარდ რაღაც 10 მილიარდ 100 მილიონ 457,038 ევროს დოლარს თუ ფუნტ სტერლინგს მას დაუბრუნებენ თუ მაინც და მაინც ესე უნდა ავხსნა არა რა უფლება მაქვს ცხადი არავის არ დაუყადაღებია ხო ეს თუ ჩამორთმეული აქვს ის 605 მილიონი პრინციპში ამ თანხაზე ვლაპარაკობთ კანონიერად იქნება თუ დაბრუნებული არა აქვს მიუხედავად იმისა რომ ლონდონის სასამართლოში მან მოიგო ჩვენ არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე მან დაიბრუნა თუ არა ის თანხა უნდა დაიბრუნოს თუ ეკუთვნის მოდი ასე ვიტყვი მე აგე გამოვდივარ ბიზინა ივანიშვილის ვეკილ მომხრე ადვოკატად მოკლედ ბიზინა მოგმართო ახლა მაგრამ მაინც აიღე პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ შენ იყავი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ყოველ შემთხვევაში ბახტაძის კვირიკაშვილს ხანი მოღალატეს რაგვარია ის ღარიბაშვილ გამყიდველსა და კორუმპირებულს 7 მილიონი რო ქონდა და ისინი ოქროს ზოდები კიდე და ასე შემდეგ ამ შეშლილ თვალებიან ირაკლი კობახიძეს მე არა მაქვს ის როგორ არის რაღაცნაირად ნები რო ამ მათ ყველას ერთად ჯობდი და ჯობი ხარ ამიტომ ჩვენ ქვეყანას სჭირდები შენ როგორც პრემიერ-მინისტრი რომელმაც ეს ნაბიჯები უნდა გადადგას ძალიან გთხოვთ მოასმენინეთ რა მოასმენინეთ ეს აჩვენეთ ეს ვიდეო ოღონდ უნდა გაემზადო იმისთვის რომ ამას იზამ თუ არ იზამ ნებისმიერ შემთხვევაში დამარცხდები გაჩნია უბრალოდ როგორ დამარცხება გიჯობს გირჩევნია სამარცხვინოთ თუ კიდევ უფრო სამარცხვინოთ ან ოდნავი სახის შენარჩუნებით ყველას აქვს შანსი საბოლოო ჯამში ხო კობახიძესაც აქვს ხა შანსი რომ გავარდეს ხა საოკუპაციო ზოლთან და გახსნას ცეცხლი რუსების წინააღმდეგ კობახიძეს კი გმირად მოგვეჩვენება ცოტა ხანი მაინც ხო შენც აქვს შანსი თქვენც აქვს შანსი რა ვიცი გამოიყენა არ ვიცი ნახვამდის